მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლისიკუჭავა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპში. ეს არის ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა ესკულაპი, რომელიც ტრადიციულად გადის 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე, ვისაც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს, შეგიძლიათ უყუროთ განმეორებით გადაცემას მეორე დღეს, ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ასევე ვისაც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო და გადაცემის მერე ის აიკრიტება YouTube არხის პეკატივის საავტორო გვერდზე, ან შეგიძლიათ უყუროთ My Video G-ს პეკატივის live რეჟიმს. დღეს ჩემი სტუმარი არის ძალიან საინტერესო ადამიანი, ქალბატონი ლიკა ბებურიძე. მე ლიკას წარდგენას დავიწყებ და საკმაოდ დიდი ჩამონათვალი უნდა მოგახსენოთ მისი, ასე თქვათ, რეგალიების, მაგრამ მიტყვი მოკლედ, ქალბატონი ლიკა არის ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ოჯახის კერძო ფსიქოლოგი 19 წლიანი გამოცდილებით. დავით აღმაშენებლის აკადემიაში სოციალური ფსიქოლოგიისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კურსის ლექტორი, საპატიო პროფესორი, სოციოლოგი, მკვლევარი, პედაგოგიური ფსიქოლოგი. ლიკა, კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება ვნახე მე თქვენს ჩამონათვალში, ეს იყო საოჯახო ფსიქოლოგი, ოჯახის ფსიქოლოგი, უფრო სწორედ ესეთი ფორმულირება ძალიან იშვიათად ხდება და დღეს ჩვენი საუბარი რა თემაზეც მინდა გავშალო, ეს ერთ-ერთი თემა ოჯახის თემაც იქნება, ოჯახის ფენომენიც და ამიტომაც ჩვენ მაყურებელს მინდა წინასწარ ანონსის სახით უთხრა ესეთი რამ, რომ გადაცემა იქნება ძალიან საინტერესო, წინასწარ მინდა ბოდიში მოვიხადოთ თუ ცოტა მტკივნეულ თემებს შევეხებით, მაგრამ ლიკასთან ერთად გავიარეთ, მე ლიკას სახელით მიმართავ ჩვენ გადაცემის დაწყებამდე ესეთი პატარა შეთანხმება, რომ ვეცდებით გადაცემა არ იყოს, რა თქმა უნდა, ესეთი მტკივნეული და სტრესული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ისედაც გარემო მძიმეა საკმაოდ, მაგრამ სამწუხაროდ საკითხები უნდა იყოს ძალიან ესეთი ცხელი, ასე ვთქვათ და ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ლიკა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო. მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენთან სტუდიაში. და ძალიან მიხარია, რომ თქვენ მომიწვიეთ და ვისაუბრებთ ამ მეტად მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც დღეს, როგორც არასდროს ისე დგას პირველ ადგილზე და ყველაზე მტკივნეულია. ჩვენ დღეს სუიციდზე ვისაუბრებთ, ოჯახში პრობლემებზე ვისაუბრებთ, ოჯახში ძალადობაზე ვისაუბრებთ, მის მიზეზებზე, რატომ ხდება ასე, როგორ მიდის ადამიანი სუიციდამდე, ან საერთოდ სუიციდალური აზრები რატომ უჩნდებათ, რადგან დღეს, როგორც არასდროს ისეა სიყვარულის დეფიციტი და ჩვენ ყველამ, ალბათ თქვენ სტუდიისთვისაც ეს ძალიან ახლობელია, ყველა აბსოლუტურად თანხმდებით, რომ ძალიან დიდი ადამიანი დაგვაკლდა, რომელიც სულ სიყვარულის თემაზე გვაერთიანებდა და გვაერთიანებს და ამიტომ შეიკრა ასე ერი, ჩვენი საოცარი პატრიარქი გარდაიცვალა 59 წელი სიყვარულს გადაგებდა, ერთმანეთში გვაერთიანებდა, უფროსობას, ანუ ადამიანის უფროსობის კულტურას, ზნეობას, ეთიკას, ადამიანთა პატივისცემას გვასწავლიდა და გარდაცვალებული უფრო გვასწავლის, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული და მტკივნეული თემა. კიდევ ერთ რამე მინდა აუცილებლად ჩვენი მსმენელისთვის, თქვენი სტუდიისთვის, დღეს ჩემი უსაყვარლესი მამაოს, მამა აკაკი მელიქიძის ყველასათვის საყვარელი ადამიანის დაბადების დღეა და იმიერში მოვულოცავ მას, რომ ყველაფერი, რაც მე ვისწავლე და სულიერ მდგომარეობაში თუ სხვადასხვა რთულ პერიოდში, ყველას ვუსამძიმრებ ამ ორი უდიდესი ადამიანის, რომლებიც ერთმანეთს ადამიანებს, მათ ღირსებას, ფასეულობას და ოჯახებს იცავდნენ და იცავენ ახლაც და მიულოცავ დაბადების დღეს ყველას უყვარდა, ეს ორი ადამიანი უყვარს და გვეყვარება ყველას. თემა ძალიან მძიმეა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ რბილად მივაწოდოთ და იყოს მათთვის მნიშვნელოვანი. ლიკა, მე მაშინ შევეცდები ჩვენი საუბარი ისე ავაწყოთ, რომ აი ბოლოს რაც ვახსენეთ იმ თემით გავაგრძელოთ, სიყვარული და სიყვარულის დეფიციტი ვთქვით. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს და ვიცი რომ ეს კითხვა ამ კითხვაზე პასუხი აი ამ თემასაც შეეხება. რა ფსიქოლოგიური პროცესები და ტრამვები შეიძლება უწყოდეს ზოგადად დეპრესიის განვითარებას? და მოდით ცოტა უფრო მეტი გავშალოთ ეს თემა და ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, რადგან პროფესიონალი ბრძანდებით, ლიკა, ჩვენ ამ თემაზე ბევრი გვისაუბრია სხვადასხვა სპეციალობის ექიმთან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეს პრობლემები
პირდაპირ აისახება ზოგადად ფსიქოსომატური მდგომარეობების სომატურად დაავადებების გამოვლენებაზე, მაგრამ თქვენი ხედვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთი თხოვნა მაქვს გადაცემის დაწყების დროს ჩვენმა ხელმძღვანელმაც გთხოვა შეძლების დაგვარად ჩვენს მაყურებელს ვასწავლოთ ტექნიკები, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მართვა, მოგვარება, ანამოწმება. კისიერი ტექნიკები. მოკლედ რა ფსიქოლოგიური პროცესები და ტრაუმები შეიძლება უცხოდეს დეპრესიას. კი ბატონო, დეპრესია ეს შემთხვევით არ მოდის. დეპრესია არის, როდესაც ადამიანს უარყოფენ, უგულებელს ყოფენ, გულს ატკენენ, სწორად არ ექცევიან, არ უსმენენ უსიყვარულობის თემაა. ძალიან ხშირად ჩვენთან ქალბატონო ლიზი, ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ძალიან კარგი ადამიანები ყავს, ყველა თაობა ყავს საოცარი. მაგრამ სამწუხაროდ, რადგან ჩვენ ომებიც გადავიარეთ, შემდგომ პანდემიამაც თავისი გავლენა მოახდინა თუ 1000 რაღაც ისეთი არის, როდესაც ადამიანები უამრავი უსაყვარლესი ოჯახია წასული უცხოეთში ემიგრაციაში, იმისათვის რომ სოციალური მდგომარეობა არის მძიმე. ეს ბევრჯერ მისაუბრია მე ჩემს ავტორო გადაცემაში, სხვადასხვა გადაცემებშიც. მე არა ვარ ექიმი, ფსიქოლოგი, მე გახლა ვარ ფსიქოლოგი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი და ამ 19 წლიანი ოჯახური სერვისის გამოცდილებიდან, რადგან მოგეხსენებათ ოჯახში ინდივიდუალურად სერვისი, ეს არის როგორც წყვილებთან, ასევე ბავშვებთან, რადგან მე დავით აღმაშენებლის აკადემიაში ამ სერიოზულ თემატიკას მონტესორის და ფრანსუაზა დოლტოს ბავშვის განვითარების თემატიკას ვეხები და ბავშვობიდან კი არ მოდის მარტო ჩასახვის პირველი წამიდან მოდის, რადგან ეს ფრანგი ქალბატონი ფრანსუაზა დოლტო, ეს საოცარი ფსიქოლოგი და იტალიელი ქალბატონი მარია მონტესორი, ეს ადამიანები არიან, რომლებიც ამბობენ, ადამიანებმა თავიდანვე სიყვარულით უნდა გააჩინონ შვილები, უნდა იზრუნონ ჩასახვის პირველი წამიდან და ყველაფერი, ჩვენ თავად ყველა ვართ, ჩვენში არის ბავშვი და დეპრესია არ გაჩნდება, არ დადგება, თუ ოჯახში მიუღებლობა თუ ამ ბავშვის, თუ არ უნდა ამ ადამიანებს, თუნდაც ეს სამედიცინო თემას რომ შევეხოთ, იდეალური წყვილი შეიძლება იყოს, ოჯახი შეიძლება იყოს, საოცარი მოლოდინი შეიძლება გქონდეთ, ამ ორსულ ქალბატონსაც, ანუ მუცლადყოფნის პერიოდშიც იდეალურად ექცეოდნენ, მაგრამ თუ პერსონალი, სამედიცინო პერსონალი, თუნდაც ის ადამიანი ქალბატონი, არა მარტო გინეკოლოგი ან გარშემო მყოფი ადამიანები, ვინც პირველად იღებს ამ ბავშვს და სამყაროში, როდესაც მოევლინება, ანუ როდესაც გადაიჭრება ჭიპლარი და უკვე მოევლინება ამ ქვეყანაზე, პირველი იდენტიფიკაცია, როდესაც ხდება სამყაროსთან, შეხება, როდესაც ხდება, თუ ვინმე თქვა შემაიმუნო, შეეშმაკო, შეგურდბაცაც არა, თან რანაირი თვალები გაქვს, რა გაშავტკინება, აი ეს ყველა ტერმინი იბეჭდება ბავშვში. შემდგომ უკვე ოჯახში როგორ მიიღეს, ვინ ყავს გარემო, რა სიტუაცია, დეპრესია იწყება, ზუსტად ყველაფერი თავიდანვე მიზეზები არის აქედან ჩადებული. თუ სულ ესმის რამდენ სჭამ, სულ შენ საჭმელზე, იმიტომ რომ ძვირად ღირებულია საკმაოდ, მით უმეტეს ბავშვის მოვლა კალათი თუ ასე შემდეგ. ძალიან ბავშვობაში შეიძლება აღიბეჭდოს, ასე ვთქვათ, ინფორმაცია მის გონებაში, რამაც შეიძლება ზარმავ დიდასაც. ყველაფერი იწერება, ქალბატონო ლიზი, ყველაფერი იწერება აბსოლუტურად ბავშვის. ანუ როგორც კი ჩაისახება, მის მეხსიერებაში უკვე არის აბსოლუტურად ყველაფერი. თუმცა კიდევ უფრო ღრმად მიდის, სანამ დაიბადება, თქვენ იცით სამედიცინო კუთხიდან თუ ფსიქოლოგიური თუ ასე შემდეგ, როგორც სასულიერო პირებიც, ამაზე უამრავი ლიტერატურა ამაზე, სადაც იცახიან, რომ თავიდანვე სანამ დაიბადება, როდესაც ორი ადამიანი გადაწყვეტს, განიზრახება, აი უკვე იქიდან იწყება ეს ყველაფერი. თუმცა ჩვენ მაინც როგორც ფსიქოლოგები რასთან შეხებაც გვაქვთ, ეს არის. ბავშვი არ გაიბუტება, ბავშვი არ დაიკარგება, ბავშვი არ დაიჩაგრება და სხვათა შორის ძალიან დიდი გავლენა აქვს, როგორ ექცეოდა დედა და მამა, კი არ მარტო, ყველა გარემო, სოციუმის,
სოციუმსაც თავი რომ დავანებოთ. წარმოგიდგენიათ, რომ მეზობელსაც კი შემოსულ მეზობელს ან ნათესავს, რომელიც პირველად ხვდება ამ ბავშვთან უდიდესი გავლენა აქვს და მთლიანი ისტორია იწერება ისტორია ისე, რომ მის შვილიერებაზე, ანუ განვითარებაზე კი არა მარტო, შემდგომში როგორი ოჯახი შეიქმნება, როგორ სამეგობროსთან იურთიერთებს ეს ადამიანი, რომელიც ნეგატიური აზრებით, ფიქრებით, ზრახვებით, მთელი ფსიქოლოგია ხომ ეს არის არა, აზრი მატერიალიზდება. ზუსტად აი ასია NLP-ის მეთოდი, გეშტალტ თერაპია, არტ თერაპია, თუ ნებისმიერი ის რატომ არის ასე გახშირებული ოკა, ობსესიურ კომპულსიური აშლილობა, თქვენ ძანეთ ქალბატონო ლიზი, სომატური პრობლემები. სომატური პრობლემები არის ზუსტად ის, აი რამოდენიმე შემთხვევას გეტყვით, როდესაც სამედიცინოზე ხშირი ყავს ასეთი ადამიანები, კლიენტები, როდესაც სამედიცინოზე ჩაბარებული ადამიანი სრულიად რა ვიცი, შეყარებული მედიცინაზე, ადამიანებზე, სტუდენტებზე, სამწუხაროდ თაობათა შორის, როდესაც არის დიდი ზღვარი და შემდგომში ადამიანებს ბევრი პრობლემები აქვს, ზუსტად ძალიან მძიმე თემატიკაა ჩემს, რწულ ადრე ბებიებზე ვიძახოდით ხოლმე და ბაბუებზე, სულ თავის იმაზე ყვებიანო და ახლა ჩვენ ყვებით. ჩვენ სხვანაირი სტუდენტობა გქონდათ, თქვენ სხვანაირი სტუდენტობა გქონდათ, აი კიდევ წინა თაობებს სხვანაირი სტუდენტობა, ახლა ბავშვებს უბრალოდ არ უნდათ ურთიერთობა. ძალიან მძიმედ არის შემოსული და დიდი როლი უკავია. რა თქმა უნდა, გაჯეტებს, რა თქმა უნდა, აი ამ ვალდებულებას რომ ბავშვობიდანვე უნდა უყუროს, უნდა ნახოს, იქ უნდა წაიკითხოს, იმიტომ რომ ფსიქოლოგიაში კალიგრაფიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ანუ არა მარტო ვიბრაციას, არამედ იმ ზრახვის ხელიდან გამდეს ვარჯიშია. და ყველა ის თამაში, რომელიც მარია მონტესორს აქვს, თუ ფრანსუაზა დოლტოს აქვს, ის არის ბავშვებს უნდა გქონდეს ბავშვის სქოთანი და სხვათა შორის იმ განვითარების პერიოდიდან ზუსტად 0 წლამდე ჯერ, მერე 0-დან 1 წლამდე, 1-დან 6 წლამდე, აი სულ ამბობენ, რომ ბავშვს ისე უნდა მოექცენ 2-დან 6 წლამდე, როგორც მეფეს და როგორც დედოფალს, ყველაფერი უნდა აუსრულო. ჭირვეულობის მიზეზიც რა არის? უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენი იმის, ბავშვს გასცდის ტირის და გასცდის, მაგრამ ძალიან ხშირად საუბრობენ ფსიქიატრებიც, არა მარტო ფსიქოლოგები, ყველა სპეციალისტი ვერთდებით ამაში და ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ იცით, არის რაღაცა, როდესაც ბავშვმა უნდა იიტიროს და მშობელმა გონივრულად, ლოგიკურად უნდა მიუდგეს, თუ კი ბავშვი იმას ჭირვეულობს, ყველას გვინდოდა ფეხშიჟელი სიარული, ყველას გვინდოდა ეს რაღაც. დეპრესია იწყება იქიდან, როცა ბავშვი ხედავს, რომ დედა მის მხარეზე არ არის. იმიტომ კი არა რომ რამეს, აი თუნდაც არსალია დედას, ხო უნდა მოასწროს ყველაფერი და აჭმევს და მარტო ჭამის კვების პრობლემაზე აქვს აქცენტი გადატანილი. დიდობაში კი რა ხდება, როგორც კი დეპრესიასთან მივიდა, ანუ სევდიანობა, ტკივილი, გარბის ესევე და სადმირბის მაცივართან. თქვენ ძანდებით სპეციალისტი, რომელიც ზუსტად აი ამ თემატიკას ძალიან საინტერესო ხაზი გაავლეთ. მე ხედავ ამაში ძალიან დიდ სიბრძნესაც ხალხის, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი ვართ, რომელიც ქალს ორსულ ქალს იმდენად დიდ პატივს ცემს, რომ ტკივილის პერიოდში, როცა ოჯახის წევრი მიდიოდა, ფეხმძიმე ქალს თხოვდნენ, რომ შავი არ ჩაეცვა. იმიტომ რომ ეს მომდევნო თაობაზე ეს სევდის მოტივი, ეს ნეგატიური განწყობა ისახებოდა და ამას ხალხი რეალურად ხედავდა. შეიძლება იმ პერიოდში არ იყო ესეთი evidence based medicine რასაც ეძახიან, თუმცა ეს გამოცდილება ერთს ჰქონდა და ეს სიბრძნე მას მოყოლოდა. კულტურა. ბავშვზე ზრუნვა იწყება ბევრად ადრე, ჩასახვის მომენტიდან და შეიძლება მანამდეც, ხო, როდესაც უკვე პირველად ეჩდება და ძალიან საინტერესოა, რომ რატომღაც ყველას ავიწყდება აი ეს პერიოდი, რომ ათვლა იწყება არა დაბადებიდან, არამედ მანამდე. მაგრამ აი საინტერესო მომენტი, რაც თქვენ შემდგომ უკვე ბავშვების ახსნასთან დაკავშირებით ახსენეთ, ორი დიდი პედაგოგი, ფსიქოლოგი ქალბატონის სახით. მე აქ ერთ ძალიან საინტერესო ფენომენს ხედავ, იგი მონტესორის აღზრდის მეთოდშიც და მათ სისტემაში იყო ძალიან საინტერესო, რა თამაშობებით თამაშობდნენ ბავშვები. სამწუხაროდ დღევანდელი ინდუსტრია, რომელიც საქართველოში გთავაზობს სათამაშოებს და ეს არ უნდა გაიგოს მომხმარებლებმა პირდაპირ, იმიტომ რომ გავარდა ახლა და შეიძინოს სათამაშოები თუნდაც ფასის მიხედვით, ყველაზე დიდი ფასი ეს ანიშნავს, რომ ის სათამაშოები იქნება კარგი და სწორი პირიქით. ჩვენ წინა ინტერვიუში ბატონი გია სულაქველიძე და ბატონი ზაქარია ჩავწერეთ ერთად ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო და იქ ვახსენეთ ერთ-ერთი ცნობილი მულტფილმი, მულტიპლიკაციური ფილმი, სადაც პერსონაჟები ფსიქოლოგების აზრით უარყოფითად მოქმედებდნენ ბავშვებზე და პირიქით ბადებდნენ მათში მთელ რიგ კომპლექსებს და მთელ რიგ პრობლემებს. ანალოგიურს ხედავთ დღევანდელ სათამაშოებში.
ის სათამაშოებში რაც იყიდება ძალიან ხშირად თვითონ არის აგრესიის პოპულარული. მე არ ვლაპარაკობ რომ მავნე მასალებისგანაა დამზადებული და ფენოლფორმალდეჰიდური ფისები ორწყდება და მთელი ამბავი. ეს არის მავნე თუნდაც მისი კონტენტით, აი სათამაშო რომელიც აგრესიას ბადებს. მე არ ვლაპარაკობ იმაზე რომ აბა ბიჭია და თოფით უნდა ითამაშოს. ეს კიდე სხვა თემაა. ხო, ეს კიდე სხვა თემაა დაუშვათ რითი უნდა ითამაშოს, მაგრამ ის რომ სათამაშო თვითონ არის საფრთხის შემცველი ბავშვისთვის ეს ცალკე და სხვათა შორის ეს ინდუსტრია ძალიან ინტენსიურად მოქმედებს. მიდის პროპაგანდა ტელევიზიით, მიდის პროპაგანდა ფარულით, ან ბავშვები შეიძლება ვერ წხვდებოდნენ და მშობლებმაც ალბათ იმიტომ თქვენ კარგ თემას შეეხეთ დროის უქონლობა რომ გააჩუმონ ეს ბავშვები, აძლევენ მათ ამ ელექტრონულ სათამაშოს გაჯეტების სახით, ისიც წავებენ ბავშვს. კი ბატონო, და ფაქტობრივად ბავშვი რჩება ელექტრონული მომვლელის ხელში. და ყველაზე მთავარი საწოვებენ. გაჯეტთან ეს არის პირდაპირ ასე ვთქვათ ბუდე, ეშმაკის, არანაირი ჩიპის ჩადგმა და არაფერი არ არის საჭირო. აგერ გვაქვს ჩვენ მიღებული, ჩვენ თვითონ ვიცით როგორ მართავთ. ხშირად ისე არის ვიღაცა ნეგატიური შემოიტანს რაღაცა აზრს, რაღაცა ისეც და თავადვე ვერ მებით ხოლმე აი ამ მახეში. თუმცა როდესაც კარგად გამოიყენებ ამიტომ საშუალებები ნებისმიერის საშუალება თუ ნებისმიერი ტექნიკა არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მეტი ინფორმაცია მივიღოთ, მეტი განათლება მივიღოთ, ისე არ მოვიქცეთ როგორც სხვა მაგალითად ავიღოთ, მაგრამ ჩვენ სუიციდალური აზრები და დეპრესია გვაქვს, აი ცოტა ისე გადმოვიდეთ ისე ვაკ. ზუსტად აი ამ დროს, როდესაც ბავშვი, უამრავი ბავშვია უკვე, რომელიც არა მარტო საზღვარგარეთ აფიქსირებენ, არამედ საქართველოში, რომელიც არა აგრესიული, აგერ რამოდენიმე დღის წინ იყო კიდევ გაჟღერებული თემა, რომ პირდაპირ ბრძანებებით, ჩვენ გქონდა ლურჯი ვეშაპიც, ჩვენ გვაქვს უარესი ლურჯი ვეშაპზე, ჩვენ ყავს ადამიანები, რომლებიც არიან დაავადებული ფსიქიკური, ჩვენ ყავს ეს არ არის დახურული თემა უკვე, ძალიან კარგად ვიცით, რომ შემთხვევით არც მამათ მავლობა და არც ქალბატონების ერთმანეთთან ურთიერთობა არ ხდება. და რა ხდება? ხდება გაქცევა. თამაშებთან ბავშვი როდესაც დედა ეუბნება რომ არ მცალია, უნდა კი ბატონო, არის კატეგორია. ეს თამაში ლიკა ხომ იქცევა მის ვირტუალურ ცხოვრებაში. ეს არა მარტო ვირტუალური ცხოვრება, ეს არის გარიყვა მისი რეალური სამყაროდან და ეს არის ჩატეხილი კიბეები და საფეხურები, როდესაც თუნდაც ურთიერთობაში, როდესაც მათ მეუღლე ყავს თუ თუნდაც მეგობარი ადამიანი, როგორც ახლა არ ვიცი, სხვადასხვანაირი ფორმით. ნახეთ რა ხდება, ჩვენ ყავს ჯარი და ოჯახების, დაშლილი ოჯახების პატივცემულო მაყურებლებო და მსმენელებო და ყველა ის თემა, რომელიც ყველა დანგრეული ოჯახი, ყველას გადარჩენა შეიძლება, თუ კი ამ ადამიანებმა მოინდომეს, ნუ გაექცევით თქვენს იმ პრობლემას, აქამდე გაქცეული მოუგვარებელი პრობლემების მოგვარება არის ფსიქოლოგებთან შესაძლებელი და ძალიან ბევრი კარგი ფსიქოლოგი ყავს, აღარ არის ის დრო, რომ ფსიქოლოგი ფსიქიატრთან ასოცირდება, ეს არის საკმაოდ სერიოზული საჩუქარი, მიდგომა, არ არის დღეს ძალიან ძვირადღირებული მანქანების, უკვე აღარ არის ეს მოდაში, აღარ არის ეს ტელეფონები და ესენი მოდაში, იმიტომ რომ ნებისმიერი აგრესიის დროს უამრავი ადამიანი იღუპება. მე თავად მოხდი სულ რამოდენიმე ხნის წინ, ალკოგოლზე დამოკიდებული 22 წლის 23 მეტრში დაგვარტყა. არავინ არა ვართ დაზღვეული, რამოდენიმე ნეკნივაკს გატეხილი. არა ვართ დაზღვეული, რადგან დღეს არის საცობებში მოღწევა მისვლა, თუნდაც ოპერაციაზე, თუნდაც აი სასწაულები ხდება და ზუსტად ეს არის, თუ კი ბავშვობის პერიოდში დედა გამონახავს დროს, თუნდაც წარმოგიდგენიათ, დღეში 1 საათი მოусმინოს ამ ბავშვს რა უნდა, არ მცალია მერე მითხარი არ არის ესე. ამ ბავშვს ვერასოდეს ვერ ექნება ჩაგდებული ფანჯარა, სიცარიელე, თუ კი შეუძლია კომუნიკაცია, თუ კი დედის იმედი ექნება, ბევრჯერ გამიმჟღერებია და მამის იმედი ექნება, მამებო და დედებო, მოგმართავთ თქვენ. მისმის რომ ხშირად დედამთილებთან და მამამთილებთან და უფროსთაობასთან გაქვთ კონფლიქტი და თავიდანვე სანამ გაიცნობთ არ გინდათ მათთან ურთიერთობა. გასაგებია რომ ეს ფსიქოლოგიაში ძალიან ნორმაა, ეს არის ცუდი გამოცდილებები, ცუდი ისტორიები, რომლებიც არ გარეცხილა და ესენი ირეცხება უამრავი მასალაა. ეს ნეგატივი ირეცხება და ამათზე მაგარი, ამათზე საყვარელი, ამათზე მლოცველი ამ ქრის
ქრისტიანულ სამყაროში არავინ არ ყავთ იცოდეთ. როდესაც თავიდანვე ჩვენ ვიცით ჩვენ გოდრის თემა ბავშვობიდან, ღრმა ბავშვობიდან, მამის და შვილის გოდრის თემა და უამრავი რამე ვიცით, აქედან გამომდინარე ჩვენ არა მარტო ეს მაგალ ჩვენი ქართველი ხალხი არის ბრძენი, ბევრჯერ დაამტკიცა ახლა ცილია მეორეს დროს ქართველი ხალხი არის სიყვარულით სავსე, საოცარი გამოცდილებებით ნებისმიერ სოფელში, ქალაქში, დაბაში არის წყნარი ჩუმი, მაგრამ უზომოდ განათლებული ადამიანები, რომლებიც აკადემიკოსის ტოლფასი და უფრო მეტი განათლება და გამოცდილება აქვს და მე მიხარია რომ ქართველები ზუსტად ესე გადარჩებით, მაგრამ უფრო ახლოს რომ მივიდეთ ამაზე თემასთან, იმიტომ რომ ეს ძალიან ყველას რაც შეეხეთ გავატონო ლიზი, ყველა თემა არის ცალკე დიდი, მძიმე, მნიშვნელოვანი და სენსიტიური. ზუსტად თუ კი ადამიანური ურთიერთობა ესე მივწიოთ ახლოს, ადამიანური ურთიერთობები თუ იქნება, ანუ სიყვარული, სითბო, მზრუნველობა და ნდობა, რომელიც დაკარგულია, ამას მოიცავს ეს სიყვარული. მაგ შემთხვევაში არასოდეს არ გახდება თუნდაც იმ მეგობრისგან. ძალიან ხშირად მისაუბრია, ხშირად ვსაუბრობ, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც თავად ტრამული გამოცდილების მქონე მოზარდებს თუ უფროს კლასში მყოფ ადამიანებს აღარ ვიძახეთ ამ ჯენზის თემაზე და ამ თავის ქცევებზე და დარღვეულ ქცევებზე, ხო ყოველი მეორე ბავშვს აქვს 4 წლის, 3 წლის ბავშვს დარღვეული ქცევა და უდასტურებენ. ობსესიურ კომპულსიური აშლილობა ესე არ არის, ხო ქცევა შეიძლება ბავშვი უნდა იყოს, ხშირად საუბრობენ ყველა ამაზე, უნდა იყოს სელქი. და ისე ბავშვი თუ დუნია ის უფრო შტერია და უფრო სწორედ უკაცრავად, უფრო საშიშია ეს თემატიკა თუ ჩუმია ბავშვი. პირიქით იქით უნდა შემოუძახოთ, პირიქით იქით უნდა მოვეფეროთ, იქით უნდა მოქმედებებში გადავიდეს. მეორე პრობლემა შექმნა ჰიპერდიაგნოსტიკის ფენომენი. მით უმეტეს სამედიცინო საზოგადოებაში დღეს იგივე აუტიზმის პრობლემა ძალიან აქტუალურადაა წამოჭრილი და ექიმები უკვე დიაგნოზებს ადვილად სვამენ. მაშინ, როდესაც შეიძლება ჯერ დიაგნოზი არ არის ჩამოყალიბებული და თქვენ აი ბრწყინვალედ ახსენეთ პრობლემა ოჯახშია და აი ოჯახში რომ რამე დაალაგდეს და დაალაგდეს ისე როგორც უნდა იყოს. აი ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ როგორც კი დიაგნოზი ისმება ბავშვთან და ბავშვი სტიგმატიზირებული ხდება რომელიღაცა პრობლემით, თვითონ ოჯახიც რადიკალურად იცვლება და ბავშვი არის შუაში გაჭედილი და ბავშვი ოჯახის სხვა ტიპის ცხოვრებას და ის რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო და გასწორებულიყო ოჯახში, ოჯახში დანგრეული, ოჯახში ჩაქცეული. ხშირად ვიძახი ხოლმე ამას ვადარებ ჰოლანდიურ ყოლს. დაცხრილული ადამიანები დიდი ჰოლანდიურ ყოლს დიდი ნახრეტები აქვს. აქ კიდე ერთი ძალიან დიდი პრობლემაა, ისევე როგორც ჩემ პროფესიაში, თქვენ პროფესიაშიც დღეს ძალიან ბევრი არ მინდა ამ თემას სულაც შევეხო, მაგრამ სწორი გამიგებს მაყურებელი დილეტანტს მიყავს. დღეს თითქმის ყველა ფსიქოლოგია და ძალიან პოპულარული მიმდინარეობებია თქვენ დარგში, ისევე როგორც ჩემთან ნუტრიციოლოგიაში. არა, ეს ორი დარგი ძალიან პოპულარული გახდა. მე ვფიქრობ, რომ ალბათ 10 პრობლემაში შევიდა და აბსოლუტურად აღარ არის თითქმის ერთად არის. აღარ არის საჭირო უნივერსიტეტის თავუნივერსიტეტო განათლება, რაღაცა მდიდარი და ასე ვთქვათ პოპულარული პროფესიებია და მე აღმოაჩინე, რომ ამ პროფესიებში ძალიან ბევრი დანაშაულებრივი ქმედებები ხდება, თუნდაც იმიტომ, რომ არასწორი მკურნალობა, არასწორი სტრატეგია, არასწორი მიმართულება. მარტივად გეუბნებით, ახლა აი ესეთ უმართავმა დეპრესიამ ჩვენ შეგვიძლია ბავშვთან შემდგომ ასაკში თქვენ თვითონაც თქვენ სუიციდალური აზრებიც კი არ თავიდანვე უკვე არის მანიპულირებს, ფრუსტრაცია აქვს, საშინელი მდგომარეობა აქვს. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ალკოჰოლიზმით დაავადებულ ადამიანზე საუბრობდით, ფაქტიურად ეს არის სუიციდალური აზრების მქონე ადამიანი ზოგ შემთხვევაში, რომელიც შეიძლება ირიბად თვითმკვლელი კი არ გახდეს. თქვენ შემთხვევაში ჯვარი გწერიათ, შეიძლებოდა უბედური შემთხვევა სხვის დამთვლად და ბევრჯერ ჩვენ მე რომ ვისაუბრეთ ამაზე. ერთი ადამიანია ქონდა ადამიანს უკვე გაკეთებული. მე მახსოვს რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე მაშინ როცა თქვენ შეგემთხვათ და მე ვიტყოდი რომ ესეთი ადამიანი შეიძლება სხვა ადამიანის და არაერთი ადამიანის არაერთი ადამიანის და არ არის თემდე არავინ ადამიანები და მე მგონი დაახლოებით კარების თუ დამთავრდა ქვეყანაში მით უმეტეს პატარა ერი ვარ და როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ კარზე მეზობელი პრობლემა ღია. რა თქმა უნდა პრობლემაა ბავშვთა იქ ხდება რაღაცა გინდა
ოჯახური კონფლიქტი გინდაც არ უნდა გაჩვენდეს. მით უმეტეს პედაგოგებს დღეს უკვე სხვანაირად აქვთ უწოდება. აი, ძალიან სერიოზული თემა და უკვე სკოლებში ყავს კურსები ფსიქოლოგების სამწუხაროდ არ ყავს ჩვენ სკოლებში ფსიქოლოგები. ძალიან ცოტა ფსიქოლოგია სკოლაში. თქვენ მოგეხსენებათ ეს არის ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ, მაგრამ მე მაქვს ორი ორგანიზაცია, კავკასიონის სინერგია, ერთი რომელიც 15 წლისაა და მეორე გახლავთ 26 წლის ახალგაზრდობა იმედი ხვალის. ორივე საუბრობს იმაზე, რომ არასოდეს არ გავჩერებულ ვარ. მარტო კავკასიონის სინერგიის პროექტებში სრულიად უხელფასოდ, უანგაროდ, რა გჯის და რატომ და მაინც მადლობას არ მოგიხდიან, რომ იძახიან. უსაყვარლესი ადამიანები გავიცან, ეს მე მქონდა ბედნიერება. ჩემი შრომის გამოცდილების ზუსტად, თუნდაც იმ პედაგოგიური, ამ ფსიქოლოგიური, იმ სოციოლოგიური თუ პროფესიონალების გაერთიანება, ასე ვთქვათ. ეს მე თვითონ მქონდა ბედნიერება, რომ ულამაზესი უნიჭიერესი თაობა გავიცანი. ეს არის ადამიანები, ვინც აი ახლა არიან ზუსტად 35 წლის თუ მეტის. ეს არის აფხაზეთიდან, ანუ სამაჩაბლოდან თუ აფხაზეთიდან ტოლილი ადამიანები და გამოყრილი ადამიანები ომის გამო იძულებით გადაადგილებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ უსაოცრესი ტრამვები. ეს კი ბატონო განათლებას, კი ბატონო. ვიკა ყველაზე ცუდი, აი მაგ თემაზე როცა ვსაუბრობ, მე არ შემიძლია ერთი რამე არ თქვა. მე გავიარე ეს, მე ის თაობა ვარ, რომელსაც ნახა 90-იანი წლებში, როგორ ჩამოვიდა ეს ადამიანები და რომლებმაც აბსოლუტურად შიშლად გაიარეს, ეს სწორი გამიგეთ რა მინდა თქვა, ეს პრობლემა ეკლებზე და ყინულზე იარეს. მე არ ვლაპარაკობ თითო გამონაკლისის გარდა და ამ ადამიანებმა თვითონ მოაგვარეს ეს ჭრილობები, შეიხორცეს ისე, რომ სამწუხაროდ არის სიმღერა, სადაც ეს ცნობილი ლექსი, სადაც ფრაზა სირცხვილი იყო ყოფილიყო ადამიანი დევნილი. ეს რაღაცა დამამცირებელი იყო და აი ყოველთვის მცხვენია ამ პერიოდის, იმიტომ რომ მეც იმ საზოგადოების ნაწილი ვიყავი თბილისში, რომელიც მათ დახვდა და მეც არ გავაკეთე ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ასაკის ვიყავი და რაღაც, მაგრამ მე ამ ხალხთან დღემდე ვგზნობ დანაშაულის განცდას, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია რა გაიარეს. გარდა იმისა, რომ მათ დაკარგეს სახლი, ქონება, დაკარგეს ასე ვთქვათ ღირსება, ოჯახის წევრები, უამრავი რა. სირცხვილი არის ყველაზე დიდი საშინელება, რომელიც აი იცით როგორ არის, როდესაც ადამიანს აქვს ეს უღირსად ასე დავარქვათ. ამაზე არავინ არ საუბრობს. მე მგონია იმიტომ რომ იმ ხარეს არ უნდა გახსენება და ჩვენ ხარეს წვენია. დიახ, აი თუნდაც მე როდესაც პროექტებს სულ ვაკეთებდი და ვაკეთებ, ხო? მე ისე ვაკეთებდი, ეს უმჭირდები ეს იყო დაჩაგრ ვარქმევდი. შეიძლება სამოგნება ამ ხალხისთვის დაუშვათ თუ არსებობს ეს ადამიანები ეს ადამიანები გაზიარება. აი ჩვენ ხო ტელევიზია სპეკატივის ჩვენს გადაცემას შეგიძლიათ Facebook-ზე, სოციალურ ქსელებში მოგწეროთ, დაგაკავშირებთ აუცილებლად. მე ერთ რაღაცასაც დავაანონსებ. ქალბატონ ლიკასთან კიდე ერთი საინტერესო გადაცემა იწერება, ოღონდ ეს არ იქნება სამედიცინო გადაცემა, სადაც ოჯახურ პრობლემებზე ისაუბრებენ. ქალბატონ ქეთისესიაშვილთან დაждდება ამჯერად ლიკა. დიდი პატევია ჩემთვის. ძალიან მინდა ყველა მაყურებელმა, ვინც ამ გადაცემას უყუროთ, მოდი ჩავთვალოთ, ეს სოციალური პრობლემაა და გააზიარეთ ჩვენი გადაცემა. იმიტომ არა რომ ჩვენ დავუშვათ პიარი გჭირდება და მაყურებელი, იმიტომ რომ მინდა ყველასთან მივიდეს. საუბედუროთ დღეს მდიდარი ტელევიზიებს რატომღაც არ უყვართ ესეთი რესპონდენტების მოწვევა და ამ თემებზე საუბარი. ალბათ იმიტომ რომ ეს კომერციული თემა არ არის. ჩვენ საუბრობთ ამაზე, არა მარტო საუბრობთ, არამედ ვცდილობთ მოვაგვაროთ და ძალიან გთხოვთ, გაზიარება მართლა არაფერი არ არის, ერთი ღილაკის დაჭერაა და ეს ღილაკის დაჭერა შეიძლება ვიღაცას სიცოცხლის გადარჩენის ფასადაც დაგვიჯდეს და იმიტომ რომ კი ბატონო, ისეთმა ადამიანმა მოგისმინოთ ლიკა, ვინც მართლა თუნდაც სუიციდის პირას არის მისული. კომენტარები მოგწერეთ. კი ბატონო. კომენტარები, შეკითხვები და ასევე არ დაგავიწყდეს დევნილებთან ერთად ეკომიგრანტები თბილისში, რომ გადაიწვა ომის შემდეგ ეკომიგრანტები გაჩნდნენ. კი ბატონო. კი ბატონო, ძალიან გთხოვთ მოგწეროთ თქვენი კითხვები, კომენტარები. მართლა შემდგომი გადაცემისთვის მართლა შეიძლება თქვენი კითხვა გახდეს ლიკასთან დასასმელი კითხვის ჩამონათვალში, ამიტომაც ველოდებით გამოხმაურებას და ასევე ჩვენ დევნილებზე საუბრობდით და ეკომიგრანტებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. საქართველოს ადრე თუ ქართულ დიასპორას და საქართველოს ასე ვთქვათ ვიღებდით ჩვენი ერთი რეგიონიდან ჩამოსულებს, დღეს უკვე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული
ასე ვთქვათ, ომის სამწუხაროდ ღია თემა ესეც და ძალიან მძიმე თემა, არა მარტო უკრაინიდან, არამედ ძალიან ბევრი კი ბატონო, ადამიანია. ირანიდანაც ანალოგიურად უკვე ხდება, პაკისტანიდან და ეს პატარა საქართველოსთვის ეს იმდენად უკვე შესამჩნევი და საშიშია, როდესაც ჩვენ ამდენი ემიგრანტი ყავს, ამდენი, იცით როგორ არის, ჩვენი ტალვილების გარდა ჩვენ ანუ აფხაზეთიდან თუ სამაჩაბლოდან ჩვენ ყავს უამრავი დაზარალებულები მე სულ მქონდა ამათთან და სულ მაქვს კონტაქტი ეს არის წყალწაღებულებს ეძახოდნენ თავიანთ თავს ანუ რა ხდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ადამიანებთან კომუნიკაციით მეხმარებოდა რა თქმა უნდა კინოთეატრი რუსთაველის ახლა არიან სხვაგან გადასულები თუ სხვადასხვა კომპანიების ადამიანები სადაც ენკი-ბენკი თუ სხვადასხვა საქველმოქმედოსთან ერთად კვებას, რესტორანს, ლაღიძის წყლები გვეხმარებოდა მაშინ, ნაყინი თოლია, გურჯაანის ნაყინი. ანუ ეს თუნდაც ეს პატარ-პატარა რაღაცა საშუალებას გვაძლევდა ამათთვის ბედნიერების ფლუიდები, ვარდისფერი ფლუიდები მიგვეწოდებინა და არა მარტო იმ ადამიანებისთვის, იმ თავად მონაწილე დედიკოებისთვის, კონცერტის ადამიანებისთვის, უამრავი მასალა. ადამიანური შეხვედრა, რამდენი რამის დიახ, ნამდვილად და აქ ძალიან ბევრმა ხალხმა გაიცნო ერთმანეთი და ეს ადამიანები ყველა არიან მე მინდა აქედან მოგმართოთ თქვენ დიდები არიან, შექმნეს ოჯახები, ძალიან ბევრი ტრამვით მე მათთან მივდიოდი. მათ სხვადასხვა იმ ადგილებზე, სადაც იყო მათი შესახლება, სოციალური სახლები იყო, თუ სპეციალური სკოლები იყო, თუ ასე შემდეგ. მე მქონდა ბედნიერება თქვენ ბრძანეთ, ქალბატონო ლიზი, რომ მე იმ ასაკში ვერ ჩავჯექიო. მე მქონდა ზუსტად აი მაგ დროს დავიწყე ეს ურთიერთობები, როდესაც ჯერ ომში მიმავალი პატარა ტველი ბავშვები, რომლებსაც ზოგი გაიპარა, იცით თქვენ უამრავი ადამიანი. ეს ადამიანები ხელში არ იცოდნენ არაფრის დაჭერა, ღია ომში, სიყვარულით სავსე, ქართული სულით, ქართული გულით, ქართული მენტალიტეტით და ეს ადამიანები ერთმანეთზე ულამაზესები და უკეთესები არიან. და მე ყოველთვის ასევდებდი პროექტებს და ასევდებ პროექტებს. წარჩინებული ადამიანები, თუმცა იქ იყვნენ უამრავი ადამიანი, ჩამოსული სხვადასხვა რეგიონებიდან, ან ჩვენ ვეწეოდით ხოლმე სხვადასხვა სამედიცინო ჯანმრთელობის სტომატოლოგიური. წარმოგიდგენიათ როგორი სიტუაცია იყო, რომ ნახეთ ადამიანს, რომელსაც დაჩირქებული კბილი ჰქონდა, ბავს, მოზარდს, არავინ ხელს არ კიდევდა, იმიტომ რომ საშიში იყო. სხვადასხვა ძალიან ბევრი ადამიანი მშობელი და უფროსი ადამიანი უფუჭებდათ ამათვე საქმეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ნეგატიური ენერგიით თავადთანაც არა თამაშობდნენ, არა ურთიერთობდნენ, ხვდებით, იმიტომ რომ მათ თავიანთი ტრამვა ჰქონდათ, აი ბაღში რომ მუშაობდი. სხვადასხვა სკოლებში 171, 176 მე ასე მაგერ 23-ს თუ ექსკურსიებზე თუ სხვადასხვა ადგილებზე ეს ყველა ადამიანი კი არ იყო სოციალურად დაუცველი ამ ნაწილ ადამიანებთან სხვა ზუსტად ერთად ადამიანები მიმყავდა და ჩემს საყვარელ მეგობრებთან ამ ადამიანებთან ხან რაღაცას ვუცრევით, ხან რაღაცას მევუკეთებდი, ხომ იცით როგორც არის ხოლმე ქართულად და იცით როგორ არის აი ზუსტად ეს მოგონებები ისეთი საოცარი ბავშვები გავიცანი მათი მშობლები, მათი ახლობლები, რომ კვებაზე კი არ იყო, კვება თუ არ შეჭამთ რაღაცას და თუ არ მიირთმევთ, აგერ ომის პერიოდები აქვს ჩვენს ბებია-ბაბუებს და გადარჩნენ და 90 და 100 წელი ცოცხლეს ხდებით, ჩვენ უსიყვარულობა გვჭირს, გაუტანლობა გვჭირს, რისი დეფიციტი გვაქვს, ყველაფერი გვაქვს ქართველებს. აი იცით, ამპარტავნები ვართ ხშირ შემთხვევაში, აი ჩვენ პატრიარქი სულ მაგას გვასწავლიდა, რომ ერთმანეთთან ახლოს დავდგეთ, მაგრამ ნახეთ როგორ არის, ხშირად ისეთი ტრამული არც ის გაურეცხიათ იქიდან ჩამოტანილი. კი ბატონო, რაღაცნაირად სოციალურად დაუცველის სახელმწიფო ყოველთვის ჩართულია რაღაცა ნაწილი, მაგრამ იცით, რატომღაც ადამიანებს ხშირად უყვართ, რომ მიართმევენ, თუ ისე მიართმევ და ნახეთ როგორ საყვარლად ვართ. სხვა არის, მაგრამ თუ ისე მიართმევ, რომ ფოტოს ისე უღებ, რომ შემშიერო შესაბრალო და შესაძოდაო, ეს არის ზუსტად ისეთი ტრამული გამოცდილებები, რომლებიც ძნელად ირეცხება. სიბრალურის განცდა რაც არ შეუძლიათ, იმიტომ რომ ნახეთ, პირველ საავადმყოფოშიც გახსოვთ თქვენ, რომ ეზოში და ისე ცხენოდა თავს ვერ იღებდნენ ხოლმე. მე ვარ მომსწრე ამისი. ნახეთ, დღემდე აქვთ დაღად დასმული და ამ ადამიანებს ცხოვრების შექმნისას ვერ ახერხებენ, როდესაც კლიენტებთან ურთიერთობთ და ანუ ამ ადამიან ჩვენ კლიენტებს ვეძახით, პაციენტებს არა, იმიტომ რომ მაინც პაციენტი თქვენთან ცოტა სხვა არის, ავადმყოფს ნიშნავს და არასოდეს არ ვთვლით
ავადმყოფებს სულ ვამბობთ, რომ ფსიქოლოგია არის ის თემა, როდესაც ის რაც ჩვენში თავში გვაქვს, მისი გასუფთავება თუ კი ნებელობაა და მოინდომა ადამიანმა რაც კიდე ჭირდეს. სუიციდის ზღვარზეა, ცუდ გარემოშია, სუიციდალური აზრები აქვს, თუ როგორ არის, ბევრს აქვს საშუალება. ბევრი რეკავს, ბევრს ჩუქნით, რა თქმა უნდა, უზომოდ მასტერკლასებსაც ვაკეთებ სხვადასხვა დონეზე, მაშინ არავის არ უფიქრია იმაზე, რომ ამ ადამიანებს ეს იყო ერთეული ადამიანების ინიციატივა, რომ რაღაცნაირად შეხიდებოდით მათ ამ პრობლემის. ეს ხომ უნდა ბევრი პრობლემა იყო სახელმწიფოშიც. არ გავამართლებ. არ ვამართლებ. მე არასოდეს არ ვამართლებ. სახში ჩვენ ქონდა დოკუმენტალისტი, ჟურნალისტი კეთი სესიაშვილის ფილმი ჩვენება ზვიად სამსახურდიაზე. იქ იყვნენ მთელი საქართველოდან ჩამოსული ადამიანები. გავიხსენეთ სამოქალაქო ომის პერიოდი. ხო, ყველას გვახსოვს ისტორია. და გვახსოვს რა ეს ჭრილობა მუდმივად ღია, მაგრამ იმ დღეს სულად განსხვავებული იყო, იმიტომ რომ ფილმი ძალიან სპეციფიურია, მიდის ავტორის კომენტარების გარეშე, ფაქტიურად შიშვლად უყურებ დოკუმენტურ მასალას და დარბაზის რეაქცია იყო ძალიან საინტერესო. როდესაც ფილმი დამთავრდა, ძალიან რამდენიმე წამიანი პაუზა იყო დუმილი. და მივხვდი რომ ჭრილობა ყველას ჯერ კიდე ცოცხალია და ჯერ კიდე ვერავინ ვერ ვაპატიეთ ჩვენ თავს და ვერც იმ ადამიანებს ვინც ეს დაგმართა. აქედან გამომდინარე მამა ამბობდა ხოლმე ჩემი მამა რომ ჩვენი სერი ვართ რომელმაც 37 წელს ადამიანებმა რომელიც დანაშაულს ჩადიოდნენ არ დასაჯა. ეს სტალინის დანაშაული არ იყო მარტო ხო ის იყო სისტემური დანაშაული და იმ სისტემურ დანაშაულს კიდე უამრავი დამსმენი ემატებოდა უამრავი ადამიანი ვინც ღიად არის დღეს ეს თემები არსად არ წასულა და არის ეს ადამიანებში გარკვეული დაუცველობის შეგრძნებაც როდესაც ხედავს რომ აი ეს დამნაშავე რომელიც მე მგონი ეს კოლექტიური არაცნობიერია. ნახეთ, რა ხდება. ჩვენი ცნობიერის თქვენ იცით ისედაც, ჩვენი ცნობიერის, ჩვენი არაცნობიერის გარდა და ქვეცნობიერის გარდა ყველაზე მთავარი, აი კარგად შეეხეთ ჩვენი მთავარი თემა არის დეპრესია. ეს არის სუიციდალური აზრები და დამდგარი სუიციდი, მისი მიზეზები, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ ჭრილობას შევეხეთ, ყველა ჭრილობა და ყველა თემა, რომელიც გავხსენით, ჩვენის გარდაცვალებული ბიჭები, საყვარლები, რომლებიც გაიწირა და თანამონაწილეები ვართ, ჩვენ პასუხისგებლობა სრულად გვაქვს აღებული. და იყო ეს სუიციდი იმ ბიჭების მხრიდან. ისინი რომ მიდიოდნენ, ბევრმა მათგანმა ფსიქოლოგიურად თუ ბრძანებთ ამ შემთხვევაში გაუცნობიერებელი, მაგრამ სუიციდი ვერ იყო. ეს იყო უსაყვარლესი ეს იყო თავგანწირვა სამშობლოსადმი. ჩვენს ერში დევს ეს კოდი, გენეტიკა გვაქვს ესეთ. ეს ზღვარი არ არის, ხო მართალია, ვიღაცისთვის აი სად გადის ზღვარი? ზუსტად საქმეც მაგაში თავგანწირვა არის. საქმეც მაგაში გახლავთ, ნდობის ფაქტორი, როდესაც სახში ხომ ესეა, როდესაც ენდობი, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოწამლო მეორე ადამიანი. მარტო საჭმელიც კი არა. აბსოლუტურად გეთანხმებით. და ძალიან ხშირად ამას პრობლემები აკეთებენ. დიახ. ბებიაც ბაბუაც მუდმივი კონფლიქტი მათი აი ამ მამაკაცის თუ კალბატონის და მისი მეუღლეების თუ ასე შემდეგ ვერ გაყოფილი ეს ვერბალურად გამოიხატება ვერბალური ყველაზე საშინელებაა იცით ემოციური ფონი როდესაც როგორ ხდება როგორ გიждდება დავარქვათ ესე ჭუჭყიანად როგორ გიждდება ნელა-ნელა როგორ ემატება ადამიანს და როგორ ხდება ზღვარი საწყისა და იმ შორის როდის გადადის როდის ხდება ფსიქიატრიულის კლიენტი დავარქვათ ასე ნახეთ ფაქტი იმისი რომ ჩვენთან სავსეა ფსიქიატრიულები რომ მოგინდეთ ვერ მოხდებით რამოდენიმეჯერ რომ ამბობენ ხოლმე ხშირად რომ მე ფსიქოლოგი არ მჭირდება რაღაცა ესე თემა როა ხოლმე სხვადასხვა დროს ხოლმე ხო ვინ ფსიქოლოგია არის ძალიან სერიოზული თემა და ზუსტად ეს არის ჭირობა ვინმე თუ გაგიხსნათ იმ საოცარი ქირურგების არ იყოს თუ კარგად არ დაამუშავა დაგამახინჯებთ მაგრამ მისი დამახინჯება ეგ არაფერია გარეგნული ფიზიკური ნაკლი იქნება რომელიც დიდი ტრამვა და ტკივილია, მაგრამ ეს იმაზე მილიონჯერ ნაკლებია, ვიდრე სულიერი ტკივილი, ქალბატონოლიზი. როდესაც სულს გინგრევთ ოჯახში შემოსული ადამიანი, რომელმაც არ მიგიღოთ მოვიდა ოჯახში, თქვენს ნივთს, თქვენს ცხოვრებას, თქვენს დედმამას, თქვენს იმას, თქვენ თუ როგორც გინდა ეცადოთ, აი პატრიარქმა ბრძანა მიუტევეთ და
და ესეც ბრძანა გაერიდეთ ადამიანს, გაემიჯნეთ, ვისაც არ უყვარხართ, ვისაც არ ჭირდებით, ვინცაც არ მიიღ. როგორ შეიძლება 16 წლის იყო, შეიძლება 10 წლის იყო, 21 წლის იყო, თავად სტუდენტი და თავად პატარა ხარ. ოჯახი უნდა განვითარდეს, ოჯახში ყოველთვის უნდა შემოვიდეს. თუ კი შიგნიდან მის ოჯახებში ადამიანის დღეს ძალიან ბევრი დაუსრულებელი ღია ჭრილობები გვაქვს იმ და ბევრი ადამიანი არ ქმნის, არ შეუქმნია ოჯახი და რატომ? ნახეთ, როდესაც ნდობა არ გაქვს და ოჯახის მშობლების, გარემოს, ძმის, დის, მეზობლის, ნათესავის არ გაქვს მხარდაჭერა. მაგ შემთხვევაში ნახეთ როგორ არის. ყველაზე საშინელებები ხდება. აკეთებ იმას, რომ არ გაგიჟდე და სწორად მოიქცე, ვითარდები, სწავლობ, ბედს, წაიქეცი, უფრო მეტად წამოდგები და გაძლიერდები. ძალიან ბევრი ორი გზაა. მამონი, ღმერთი. რომელი უნდა აირჩიო ჩვენს რეალურ ცხოვრებაში, ქალბატონო ლიზი, დიდი პასუხისმგებლობებთან ერთად ძალიან დიდი ცდუნებებია და ძალიან ბევრმა ადამიანმა ამ ცდუნებას ვერ გაუძლოთ. ჩვენ იმ პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც ოჯახის წევრები ერთმანეთს უწერენ. წერილი პირადი ნივთები კი არა, მარტო პირადი წერილები, რომელიც თქვენთან პირადი საბუთები, რომელიც დავცველი ხართ. უსაფრთხოება არის დღეს იმ სიყვარულთან ერთად ნომერ პირველ ადგილზე. ნახეთ, თუ კი ჩვენ სხვანაირად მივაწოდოთ. ინფორმაცია ესეა, ლიკა. დღეს ჩვენ ვართ ისეთ ციფრულ ეპოქაში, როდესაც შეგვიძლია ადამიანი წამიერად გააჩნია რასი კადრებ. რა თქმა უნდა, გააჩნია რასი კადრებ. რასი კადრებ გააჩნია. თუ იკადრებ, ესეც იკადრებ და ისიც იკადრებ. თუ ადამიანი პედოფილია, საოცარი ღურისა გვაქვს რიცხვი ჩვენ. კი. და ღიად გვაქვს ჩვენ. ღიად გვაქვს დაშვებული უცენზურო საუბარი. ნახეთ, პირველი სიმძიმე რაც არის, პირდან ამომავალია, რა თქმა უნდა, თქვენი მარხვის დაცვა, რაც კი რამდენი წკინდა იმდენი მიირთვით. შიგთავსიდან რაც არის ამომავალი, ეს არის ხელშემწყობი, შეიძლება იყოს ბულინგიც. მე ძალიან კარგად ვადევნებ სოციალურ ქსელებში. თავარი არის ბულინგი. ის ადამიანები, რომლებიც ბულინგს ებრძვიან და გამოუდიან რაღაც ესეთი ფრთიანი ფრაზებით, ძალიან ხშირად უცბად რომელიღაცა პოსტს გააზიარებენ და თვითონ აკეთებენ ბულინგს. ნებისმიერ მე არ ვამბობ მარტო სულ. ადამიანები ამას ძალიან ანგარიშ მიუცემლად აკეთებენ. ანუ მისთვის კი ბატონო, თუნდაც ნებისმიერი ცნობილი შოუ ბიზნესის მოღვაწე ან პოლიტიკოსი ან პოლიტიკოსის მეუღლე დაუშვათ, ხო? ძალიან ადვილად შეიძლება უცბად აღმოჩნდეს ბულინგის შეეხეთ ერთ-ერთ თემას. ნახეთ, თუ კი ადამიანი თავად მიუღებელია, რეალიზებული არ არის, უბედურია, გამწარებულია, მიატოვა დედა, მიატოვა შეყვარებულმა, არ ყავს არც და მხოლოდ პარტნიორი. სავსეა ჩვენი სოციალური ქსელი, რა თქვენ დააგერ ნამდვილი სოციოლოგიური კვლევაა. მე სოციოლოგი მკვლევარი ვარ, დამოუკიდებელი ექსპერტი ვარ, ჩემი კავკასიონის ენერგიიდან გამომდინარე, უამრავი ფაქტი გვაქვს ჩვენ, რომელიც აგიჟებენ იმ ატიოს ან ნორმალურ ყველაზე დაუცველ ბავშვებს, პენსიონერებს და ადამიანებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში გნებავთ, ტაქსში ავიღოთ, ჩვენ დაუცველები ვართ. ძალიან ბევრი გაუპატიურების მცდელობა და გაუპატიურება. იცით, ნახეთ როგორ არის, ძალიან ბევრი დანგრეული ოჯახი, იმიტომ არის რომ ბატონო, რატომ დუმს მერე სხერპლი? აი ნახეთ რატომ. ძალიან ხშირად იმიტომ დუმს სხერპლი, რომ სხერპლად ყოფნა ვიღაცისთვის არის კიდევ ერთი საშუალება, რომ დააბულინგოს ადამიანი. აი ზუსტად, აი ნახეთ როგორ არის. ეს ხო არაჯანსაღი სოციუმი. ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანს აი კიდევ მივედით, აი ორი წინადადებით გეტყვით, კიდევ იქ მივედით ქალბატონო ლიზე. როდესაც არ ჯერა მის მამას და მის დედას მისი თუ ეს არასრულწლოვანია, თუნდაც სრულწლოვანი იყოს, ნახეთ, მას ხომ თავისი ისტორია აქვს და იმიტომ არ შეუძლია თქვა. აი, ბრძანეთ თქვენ ჩვენ არ ვიცნობ მე ადამიანს, რომელიც ტაქსის მძღოლებისგან სხვადასხვა მცდელობების, მეც მგონია გამოცდილება ბავშვობაში, სტუდენტობაში, როდესაც უცნაური ადამიანი, რაღაცა წამალ მოხმარებული თუ რა ვიცი, რაღაცა, კი ბატონო, გადავრჩი თქვია. მაგრამ ეს ტრამვაა. უამრავი ადამიანი, რომელიც სეანსებზე მოდის, ნახეთ, კიდევ თემაა, როდესაც ასაკში, როდესაც ადამიანი ყალიბდება.
აქ ყველა სენსიტიური თემაა, მაგრამ ნახეთ, ტრამვები, რომლებიც აქვს ადამიანს 9 წლიდან არის ადამიანი უკვე დაიწია ქვემოთ ასაკმა, თინეიჯერების 9 წლიდან და 10 წლიდან არის ვაჟების და გოგონების მომწიფებელი. ნახეთ, არ იცის და 5 წლის და 4 წლის ბავშვებზე უგულისხმობ კიდე ასევე. არ იცის როგორ მოიქცეს, მას არ აქვს გამოცდილება. ის იქცევა ისე, რასაც ხედავს ცერკალიზაცია, სარკეს დედა, როგორც მამა, როგორც ოჯახის წევრი, პედაგოგი, თქვენ წეგან ახსენეთ და მე ამას აუცილებლად შევეხები. პედაგოგი ნამდვილი მშობელია, თუ კი ეს არის ნამდვილი პედაგოგი. თუ არა პედაგოგზე დიდი მტერი არ არსებობს. თუ კი სკოლაში, ბაღში ჯერ თუ კი ბაღში ბავს ასწავლი რომ შენ თუ ფიშის იზავ გაცრავად, ხო? ნუ ეს არ არის ნურიზის მქონე ადამიანების ან რაღაცა ისეთი შიშის არა. მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომელსაც ეუბნებიან, რომ შენ ამას მოგაჭრი, შენ იმას მოგაჭრი, გცემ, შენ ამას თუ იზავ, აი დაქტოვებ, ეს ბულინგი არ არის? მთელი ცხოვრება გასდევს და შეიძლება აი ამ ერთხელ დატოვებულმა, ეხლა კი არის ეს ამერსები და ესენი ერთხელ დასჭილმა ფსიქოლოგიურად სხვათა შორის პატრიარქმა ბრძანა სკოლის თემაზე ძალიან კარგად გაამახვილა. ყურადღება არც მე მიყვარდა მასწავლებლები და არც მათო, იმიტომ რომ მათგან იმდენი ტრამვა მქონდაო, რომ ის რაც მე თავად დამემართაო და ბავშვმა ცელქი ვიყავიო და კი არ მოვიდა, კი არ იმეგობრა, კი არ ესქნა, არამედ მოვიდა და ესე მითხრაოთ, შენი სიცოცხლის და შენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი უნდა გადაწყნესო. სხვათა შორის ძალიან ბევრი მოქმედი მასწავლებელი ყავს და ძალიან დიდია კორუფცია განათლების სისტემაში კი არა მარტო და ღიად ვამბობ ამას, ჩვენ ყველამ ვიცით და მე მით უმეტეს ვიცი და ფსიქოსოციალურიდან გამომდინარე, არა მარტო ფსიქიური პრობლემა, არა მარტო ფსიქოლოგი და არაგვარები და ნახეთ, ყველაზე მძიმე სიტუაცია სოფლებშია და რეგიონებში და რატო? იქ სამსახური, პედაგოგად მუშაობა და ეს მაღალი ხელფასი არის მათთვის ხშირად სასეირნო წასვლის მოსვლის და თუნდაც იმისი რომ აი დავუშვათ ბევრი აქტუალდებულება ეხლა ბავშვი და მე ასეთი პროექტი მქონდა და მაქვს ეს პროექტი მოზარდის თვალიდან ახული დეპრესია და მოზარდი მშობელი პედაგოგი და სოციუმი ნახეთ ზუსტად ამ ადამიანებს ხშირად პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკა იყო თუ არ ვიცი ხო იძახიან რომ ბავშვები ვერ ჩერდებიანო ხშირად 50 ბავშვი 3 და 4 საათის განმავლობაში ისე იჯდაგერ ფოტოების გვაქვს უამრავი ჩვენ შეგვიძლია შემდეგ აი ეს ლამაზი საყვარელი პროექტების ფოტოებიც დავდოთ მასალებად მათთვისაც სასიამოვნო იქნება იმიტომ რომ მე არასოდეს არ დამირქმევია მიუხედავად იმისა რომ არასოდეს არ ამიღია ხელფასი არც გრანტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ჩემი მთელი ახალგაზრდობა და ცხოვრება დედის გარდაცვალების შემდგომ ეს 26 წელი ჩემი მამა აკაკი მელიქიძის ლოცვით კურთხევით და მისი დასწავლებით ზუსტად ცდილობდი და ვცდილობ ისე ვაკეთო უანგაროთ რომ არ დავაყედრო და ზუსტად ისინი თავად აკეთებენ ამ სიყვარულებს ხდებით მართალია მაინც ერიდებათ იმ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობისას რომ მაინც ხომ იცით შინაგანად რომ გაქვს სხვა მაგრამ ნახეთ თემა როგორია სკოლაში მათგან ვიცი მე უამრავი გაბუტული ბავშვი ფონისძიებაზე კინოში კვებაზე თუ რაღაცა ბავშვები ერთმანეთთან აი კახეთიდან იყო ხშირად ჩამოსული ბავშვები ჩვენ რა თქმა უნდა აფხაზეთში და სხვადასხვა იგიდან ჩამოსულები ბავშვები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ ნახეთ რა იყო ბუტიობა ჩვენთან ბავშვობაში იყო ასეთი ფორმა როგორც კი გავიბუტებოდით ბავშვური ნეკანეკისა და შერიგებისა გქონდა და ესევე ყველა პრობლემა ანუ ნამდვილი ახსარებასავით არ ვიცოდით რა იყო ეს ახსარება ჩვენ არ ვიყავით ის თაობა რომ აი გწოდნოდა რაღაც თუმცა ბებიების და ბაბუების მასე ხვდებოდით ყველაფერს ვაკეთებდით ვიცავდით ოჯახში თუ კი არის სიყვარული და ნამდვილი ზნეობა და ნამდვილი კულტურა იქ მისი მეზობელიც მისი კლასელიც დაცულია ყველაზე დიდი თემა სტუდენტიც დაცულია მე თუ რამე გამაჩნია აი პატარა კარაქები იყო 200 გრამიანი ჩემს დროს ფეხით დავდიოდით თეატრში აი ძალიან საინტერესო რაღაცა და სიყვარულით იყო სავსე ყველა სუიციდალურ თემას ოდესაც ვეხებოდით ვცდილობ რომ გავარბილოთ ეს ხდებით ძალიან მძიმეა და სკოლის თემა ვახსენეთ ამერიკაში სტატისტიკა რამდენი მოსწავლე იღებს იარაღს და მიდის სკოლაში და იარაღი დღეად დადია სამწუხ არა ხსნის ცეცხლს და ძალიან ცუდი სტატისტიკა რომელსაც ასეთი სკოლაში უგედო
ამ დონემდე არ უნდა მივიდეს საქმე და ახალგაზრდა და მასწავლებლებს მინდა ვთხოვ რომ ცოტა მეტად აკონტროლონ თავიანთი და უშოთ ემოციური ფონიც ეს არის უნიშნელოვანესი პროფესია. მე ვფიქრობ სახელმწიფო უნდა ჩაერთოს ამაში და თქვენ უნდა გაბარია იყოს საჩუქრად მკურნალობა მათთვის და სავალდებულო უნდა იყოს, იმიტომ რომ არ არის ჩვენთან აი ფსიქოც არ არის შემოწმა, აი ყველას აძლევენ ჩვენ რაზეც საუბრობდით წეღან ხო ოცლარად ფსიქო შეუძლია აიღოს. ფსიქო ხო ეს იმას ნიშნავს სამედიცინო ფსიქიკა როგორ აქვს, უცნაურ სიტუაციაში როგორ იქნება. როდესაც სკოლები იკრიბებიან, ლიკა ყველა კლასი იხსენებს ერთს მაინც მასწავლებლებს, რომელიც ტიპიური ფსიქოპათია, ეს მე ჩვენ ერთ-ერთი ფსიქიატრი ყავს მეგობარი და მისგან ვიცი ეს ფორმულირება და რეალურად ესეა. და მინდა ყველა მასწავლებლებს თქო, ეს არის უდიდესი პროფესია. თქვენ ღმერთმა პასუხისმგებლობა რამ ჩაგაბარათ, ეს არის ერის მომავალი და ძალიან დიდი სიყვარული და სიმპათია მინდა ჩვენს მიმართ და ერთი თხოვნა ალბათონი ლიკა აგერ არის და ვითხოვდი რომ სტრესული პროფესიები ყოველთვის საჭიროებენ განდვრთვას. კი, ეს ერთხელი კი არ არის, ეს აუცილებელი და საჭიროა. თვითონ სკოლის მოდელები ისე აწყობილი, რომ ფსიქოლოგი როდესაც სკოლაში არის, უცხოეთში მისი მომსახურებიც არ იგებობს არა მარტო მოსწავლე, არამედ თვითონ ოჯახის წევრებიც. ლიკა, ამოუწურავი თემა, არ ვიცი, ჩვენ სად გავჩერდეთ ნამდვილად ძალიან დიდი თემა და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია კიდევ აქ. ნახეთ, ბავშვი როდესაც სკოლაში მიდის, მას შეიძლება ნარკომანი მამა ყავდეს ან ოჯახის წევრი, ალკოჰოლზე დამოკიდებული, ანუ დეპრესიული ადამიანი სახლში ყავდეს ისედაც და მას ისედაც არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ მორალური, ზნეობრივი თუ ასე შემდეგ, რადგან ადამიანი რომელიც როდის ხდება სუიციდალური აზრები და სუიციდი, ნახეთ, თუ კი ეს არის გეიმერი, თუ კი ეს არის ალკოჰოლიკი, თუ კი ეს არის წამალზე დამოკიდებული, ან მოთამაშე, არა უჩის, ზოგი ცოტას ვითამაშებ, ნახეთ, აბა შეეხოს ვინმე. ამ ოჯახში ამ ბავშვებს გულნატკენს, რომ ვინ მოусმენს და როგორ, ხშირ შემთხვევაში დედაზე გადადის, მე არ ვაკნინებ რა თქმა უნდა იმ ულამაზეს უსაყვარლეს მამებს, რომლებზეც ვდგავართ, ჩვენ იმ ბებია ბაბუებს, იმ დედიკოებს, იმიტომ რომ ჩვენი საქართველოში სხვანაირია. უამრავი უსაყვარლესი მასწავლებელი ყავს ჩვენ დიდია ასეთ, მაგრამ ცოტა ბავშვისთვის, იმიტომ რომ არ ვიცით, ნახეთ 1%-იც რომ იყოს სუდი, რამდენი ადამიანია განადგურებული და დანგრეული თავიდან ბოლომდე, მაგრამ ნახეთ 1% რო არა ყავს მასეთი და ყავს 60-დან ზემოთ პროცენტი, უბედურება, აი ეს არის და ამიტომ პირველ რიგში ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ამაზე და ჩვენც ყველამ ვიზრუნოთ იმაზე, რომ შესაძლებლობა მიეცეთ ამ ადამიანებს, რომ შვილს კი არ ცემონ მოჩქმიდონ, მოსწავლეს კი არ გაანადგურო. ნახეთ რა ხდება. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვიზუალურად ადამიანს დედამთილია ეს, ოჯახის წევრია, მული არ ძალია თუ ასე შემდეგ, მული შვილია თუ ასე შემდეგ ვინც არის, თუ მისი მსგავსია ეს პატარა ბავშვი, ნახეთ ფოტოხატებია, იცით თქვენ ეს ხო? როგორც კი ფოტოხატი ვითარდება, ჩვენზე დამოკიდებული არ არის, თავი ეგრევე იძახეს, მაგრამ ნახეთ, როდესაც დაუმსახურებლად ამ ბავშვს ებრძვიან, სამსახურის თემა ავიღოთ, თუნდაც განადგურებული მუშაობს, იმიტომ რომ რაკნას კრედიტია, სახლია, კალათა გასაკეთებელი თუ ასე შემდეგ, ნახეთ, ჩვენ კი ყავს ულამაზესი, უსაყვარლესი, უძლიერესი ადამიანები, მაგრამ ფსიქიკა ისეთი რამეა, ერთ ადამიანს, თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუნდაც სამსახურში მოწამლული ადამიანი მოწამლოს, ანუ ფსიქოლოგიურად გაანადგუროს, ერთი ოჯახია დანგრეული, მთელი ყველა საკმარისია, რომ საკმაოდ დიდი მასები წყალში ერთი წვეთი შხამი ზუსტად და შხამს რაღაცნაირად ყუთს ამოირეცხავთ, რაღაცას იზავთ საშუალებას, მაგრამ ეს არ ირეცხება, ზუსტად ეს არის, ჩვენ საუბრობთ კოლექტიური არაცნობიერი. აი ხშირად პატრიარქი ბრძანებდა და ჩემი მოძღვარიც მამა აკაკი მელიქიძეც, რომ თუ კი ჩვენი წინაპრების ყველა ლოცვაში იდება ეს, ჩვენი წინაპრებისთვის ლოცვა არ დავიწყეთ და მიმტევებლობა, ანუ იცით როგორ იყო, ადრე ხომ ჩაულებრივად ნორმა იყო კაცკლა, იმიტომ რომ მტერი იყო ის, მაგრამ ხშირად სახლშია ისეთი მტერი, რომელიც ფეხზე ვერ წამოგაყენებთ. სამსახურშია ისეთი მტერი, რომელიც ისე ანგრევს, სადარბაზოშია ისეთი მტერი. ყველაფერი ხომ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ თვითონ თუ არ შევიცვალეთ. ჩვენ მარტივი სიტყვა და ადამიანი ზუსტად თუ მარტო მე შევიცვალე და თქვენ არ აპირებთ შეცვლას და ანგრევთ,
ადამიანს, ეს ადამიანები საერთოდ ცოცხლები როგორ ავართ და თუ კი მზაობა ექნება ნებისმიერ ადამიანს, ესე კი არა რომ იმიტომ რომ ქცევა დარღვეული აქვს, ბავშვი წელქი უნდა იყოს ზუსტადაც და უნდა ითამაშონ, უნდა იყოს სივრცეები სამწუხაროდ ბევრი პრობლემა ამის. ახალი აშენებული კორპუსები, მოწამლული ბავშვები, იცით თქვენ არა მარტო კვებაზე, არა მარტო ყველმაზე სასწაული. ზაქარიასთან ერთად ძალიან საინტერესო დიალოგი გვაქვს ერთი ჩაწერილი, დიალოგია ეს უფრო. როდესაც ვისაუბრეთ ახალი პროექტის ბინებში, როდესაც გაქრა სამზარეულო. და ამან რა პრობლემა მოიტანა? მე არ მომისმინოთ პროფესიონალი გასტროენტეროლოგის აზრი მომისმინეთ იმ გადაცემაში, ლიკა ესეც პრობლემაა. გეგმარების ძალიან დიდი საინტერესო, იმიტომ რომ შეკავებული სურვილები, ისმინება ყველაფერი, მოწამლული გარემო, არ არის რეკრეაციული ზონები, ძალიან ბევრი კორპუსია, სადაც არ ცხე. ბავშვი სათამაშებელი ადგილი არის. ძალიან ბევრი ბავშვი ძალიან ახლო დგას სახლები და ფაქტიურად ვუაიერსები გახდნენ. ერთი თაობა, ერთი ოჯახი უყურებს მეორეს და უკვე ეს რაღაცა და ნახეთ რა ხდება, არა მარტო უყურებს, ადამიანის ქცევა, ზნეობა და მისი გარემო თუ მისი ცხოვრების წესი ჩვენზე დამოკიდებული არ არის. მას აქვს ნება თავისი როგორც უნდა ისე მოიქცეს და რასაკეთებს და ზუსტად აი აქ ამით შევაჯამოთ მაგრამ ძალიან გაგვიგრძელდა ყველა ღია თემა იყო და აი ზუსტად იმ სუიციდზე და იმაზე არ დავდეკით ახლა იმიტომ რომ ბევრჯერ ვისაუბრებთ ამაზე, ბევრი არის ამაზე ნათქვამი, მაგრამ ნახეთ რა ხდება. თუ კი ჩვენ ყველა ადამიანი არა აი რაღაცა რომ დავდეთ, მე დავდე მაგალითად ერთი ეს პატარა იმას ვიტყვი, დავდე რომ რა ბედნიერებაა რომ პატრიარქმა შემოგთავაზა თავისი თანამოსაყდრე სოციალურ ქსელში. თქვენ არ იცით როგორ დამესია ეს ხალხი, ვიღაცა მკოცი, ნაცი, რა ვიცი, რაღაცა საშინელი ეპიტეტებით მომიხსენიეს. ნუ არ იცით რა ხდება. მე სიყვარულით ვუთხარი რომ არ შეიძლება ესე, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ვიღაცა ყველა არიან ნიკები, დამალული, გაქცეული. მე ვთქვი არ შეიძლება ესე, იმიტომ რომ მე ჩემგან რომ გავრეცხავ, თქვენ ალბათ რომ შემოვედით, ნახეთ რომ როდესაც ადამიანი ან გზაზე იღლება ან რაღაც ამისათვის ძალიან პატარა საყვარელი ტექნიკებია, უამრავი, მაგრამ ერთ-ერთი ბუშტი ჩაულებრივად, ჯერჯერობით ბავშვების მოგონებების ასოციაცია, სათამაშო გასაბერი ბუშტი. მეორეც, როგორც გინეკოლოგიაში გამოიყენება ნახშირორჟანგის გამოყოფა და ჟანგბადის შეტანა, ასევე მე ჩემს კლიენტებს ხშირად ვეუბნები ხოლმე ამაზე, რომ თორსა გაბრაზდებით 10 ჯერ დაითვალეთ. ანუ ეს 10 აუცილებლად დაითვალეთ და შეიცვალეთ 10 დაითვალეთ, 10 ჯერ გააჩერეთ და გამოისუნთქეთ. ასევე ყოველთვის გქონდეთ ფერადი ბუშტები. ჩაბერეთ ამ ფერად ბუშტში, შეიძლება სანამ ჩაბეროთ მაშინვე გასკეს, იმიტომ რომ იმ დონემდე ბევრია ჩვენთან დაგროვებული უმწეობა, უძლურობა, გზაზე ტაქსი თუ ტრანსპორტი თუ ადამიანები თუ ასე შემდეგ, ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ვერ გავსკდებით. უკაცრავად, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ტექნიკები და ყველაზე მთავარიც რა არის? თუ ჩვენ თვითონ დავიწყებთ სხეულიდან გამოდევნას და არა ისე რომ ვიღაცა მარხულობს ამას არ შევჭამ, მაგრამ შენ წყალს არ დაგალევინებ მთელი მარხვის განმავლობაში, ხო? შეიძლება უკეთილშობილესი ადამიანი იყოს, მაგრამ მას თავისი ფსიქოემოციურ ტომარაზე ეს მოქმედებდეს ძალიან, არ შეეძლოს რაღაც და როდესაც ვიღაცას უბრძანებ და ეუბნები ეს არ უნდა შეჭამო, ეს არ უნდა გააკეთო. მე ვიცი ხოლმე როდესაც მერღვევა რაღაცა, ხო? ყველაზე ადვილი რაც შემიძლია გავაკეთო, ეს არის კანფეტის ჩაღეჭვა. ამ შემთხვევაში ანუ რაღაცა უნდა, რომელიც ბავშვობასთან ასოცირდება, კვებასთან, უსაფრთხოებასთან და დაცულობასთან. კი, რა თქმა უნდა, დედასთან იმ წამში გადავდივარ იმ განზომილებაში და სიმშვიდე შემოდის. აი ზუსტად ეს უნთქვეთი ვარჯიშები სხვადასხვანაირი თუ ეს მიღებული ტრამვებისგან შეჩერება, გააზრება, რომ ბრაზი რომ მოდის ყველაფერს ლეკავს და წალეკავს და სანამ არ დავაცადეთ რომ ბოლომდე არავი და ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ამიტომ თქვენ მშობლებო, მეუღლებო, უსაყვარლესო ადამიანებო, თქვენს ბავშვებთან, თქვენს კონფლიქტთან, თქვენს სკოლაში, თქვენს ინსტიტუტში თუ ასე შემდეგ, როდესაც ადამიანი ბრაზობს, წარმოიდგინეთ რაღაცა სასიამოვნო, რაღაცა სასარგებლო, თუ თქვენ ხედავთ რომ თქვენს გერევათ ეს ბრაზი, მაშინ ძალიან ვიზუალურად შეგიძლიათ დაადგათ, რა თქმა უნდა ფიზიკურად არა, რამე ჩაიდანი რომელიც დუხს, როგორც კი კიდევ ამატება რაღაცა თუხთუხებს, ან დაადგათ რამე საყვარელი ბუშტი, ან ბავშვობის დროინდელი რამე ლამაზი ისტორიული მოგონება, თქვენი პირადი ისტორიიდან გაიხსენოთ და თქვენში რო წამოვა სიმშვიდე, თუ კი თქვენს ის გაბრაზებული და თქვენს გაბრაზებული, ეს არის საშინელება. ამ დროს ხდება
ხშირად ძალიან ბევრი მკვლელობა, ძალიან ბევრი ფიზიკური შეხება, ადამიანების განადგურება, მერე შურისძიება თუ ასე შემდეგ და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ხო, ადამიანებო, ვინც ჩვენ გვერდჩით, როდესაც პატარა და უსოყვარლეს რაღაცას ვწერთ, რომ რა ბედნიერება, რომ პატრიარქმა მე ხომ არ უნდა ავირჩიო, არა სინოდი ხო არა ვარ, კანონი არსებობს, ყველაფერი არსებობს, რა ბედნიერება, რომ პატრიარქმა თავისი თანამოსაყდრეს, თავისავით მშვიდი მასთან გამოზრდილი, აი ეს დაწერა და დადო. თქვენ არ იცით იქ რა ხდებოდა და რა ამბავი იყო. თუმცა მე არ მწყენს და მათზე არ ბრაზდები, რადგან პროფესიით ფსიქოლოგი გახლავართ, გულით და სულით პედაგოგი გახლავართ, სიყვარულით სავსე ადამიანი, რომელზეც ძალიან კარგად ვერკვევი, მეტი პასუხისმგებლობა ვარ ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგია და ტექნიკების სპეციალისტი ვარ, სპეციალური ტექნიკების და ზუსტად ოჯახში იმიტომ მივდივარ, რომ თქვენ ბრძანეთ ჩაწერები, თქვენ ბრძანეთ თვალთვალი და ასე შემდეგ, მის გარემოში, მის დაცულ სივრცეში, ის პატარა ბავშვია თავის კომფორტში, რას მიირთმევს, როგორი ფინჯანით მიირთმევს, ის რა დამოკიდებულება აქვს, რა აცვია, ესეთი ზმით ვიტყვი, ნირიახა, ანუ მოუწესრიგებელია თუ მოწესრიგებულია, ზედმიწევნით პედანტია და პირიქით სხვისთვის შემაწუხებელია თუ აი რა ვადობებიც, რა პრობლემებიც, რა შიგნით, რა კონფლიქტი თუ რაც გააჩნია შიგნიდან, ხო? აი ეს ჩანს ძალიან, თორე განკითხვა არაფრით არ შეიძლება. მე ვარ სპეციალისტი, თუ გინეკოლოგი ადამიანს მივიდეს და აჩენს, ხო? ეს საოცარი ადამიანი უნდა დაბადოს და ვიცით ჩვენ რაც მოსდევს 24 საათი რა ძიმე ის აქვს, ქირურგი ჩირკთან თუ არ იმუშავა და არ მოასუფთავა, სტომატოლოგმა თუ ჩვენ პრობლემა არ მოგვიგვარა და ფსიქოლოგმა, ფსიქიატრამდე თუ დაგიცვათ, სანამ გადავა თავიდან და ის სუიციდი, თქვენთვის რაღა მნიშვნელობა აქვს ის სუიციდის მას იზავენ, შეგრაცხავენ გიჟად და ნამდვილად არ აგიგებენ წესს, იმიტომ რომ გიჟი ხარ საბუთით უკვე, თუ ყველას ჯვარი გწერია, თუ შეურაცხადია და იმ აფექტის მდგომარეობაში ყველაზე საშინელება რომელიც ყველაფერი რაზეც საუბრობდით, ეს არის უმადურობა. ჩვენ უმადურები ვართ. საკუთარი თავის ყველა პრობლემა იქიდან მოდის, დედის და მამის ვინც ხოვაო, რომ გამაჩინაო. რა ვიცი, ყველაფრის სულ ისეთი ego ჭამს ჩვენ, ეგოისტება. ეგოიზმი არის ყველაზე საშინელება. მე აი ნებისმიერ ადამიანს მოусმინეთ, მე დანიწყებს, ხო? და ამიტომ თუ არ გალაგდა, თუ არ დასუფთავდა, ის მტკვარიც არის თუ არაგვია თუ პატარა ნაკადია სოფლის მდინარე, რომელიც ესეთი მიედინება, ეს ყველაფერი არის ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ეს ჩვენთვის არის, ხო? მაგ შემთხვევაში საშიში არ იქნება, მაგ შემთხვევაში შიშები, ტკივილები, სევდიანობა, რომელიც დეპრესიაში, სუიციდალურ აზრებში და სუიციდში გადადის, იმიტომ გადადის იმ სუიციდალურ აზრებში და სუიციდში, რომ არავის აღარ ჭირდება ეს ადამიანი, ყველგან მოძულებულია. ნახეთ რა ხდება, იქ ის ხაი გამოიტანა, მთელი ოჯახი სახლის ბავშვის ნივთები გაყიდა, ადამიანმა ყვების ნივთები გაყიდა. ეს აღარ არის ნივთი და მატერიალური რამეების გაყიდვა, ეს არის შეურაცხყოფა, ეს არის ადამიანის ჭკუიდან გადასვლა და ჭკუაზე გადასული ადამიანი, როდესაც არის და ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადროლობს, ზუსტად ის არის მკადრებელი საკუთარ შვილთან სექსუალური აღძვრის და ურთიერთობების და ეს ფაქტები გვაქვს. და მამი და ბიძია. უკვე შემდგომ გადაცემაში ვისაუბრებთ. როდესაც ოჯახის თემა იქნება ჩვენი გადაცემის ლიკასთან ერთად, რა თქმა უნდა, მთავარი თემა სიყვარული ვითადაგოთ პირველ რიგში, კი ბატონო. ერთმანეთის მოსმენა და ყველაფერი დაალაგდება ეგოიზმი შორს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ლიკა მოგახსენოთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ლიკა მებურიძე, ოჯახის კერძო ფსიქოლოგი, 19 წლიანი გამოცდილებით. ლიკა, მადლობა მინდა მოგახსენოთ. მადლობა თქვენ, რომ ჯანმრთელობა უსურვოთ ჩვენს მოყოლებას. ბევრი რამე გახსენით. შემდეგი გადაცემა იქნება ოჯახურ ძალადობაზე, თუ გნებავთ წინასწარ მოგწერეთ კითხვები, შემდეგი გადაცემის თემების გასაშლელად ეს ძალიან დაგვეხმარება. მადლობას მოგახსენოთ. ნახვამდის, შეხვედრამდე.